მოკლედ გაგემოვნებთ ეს ორნახევრიანი ყავა თავის ორთან ერთად. ეს არის ვაშლით და კარამელით. შენი არის შოკოლადით, ხო? Sì, signora. შოკოლადის ტოპი. გემილია? Ma da. ეს გემილია. ნახე. ჯავებაში და რაღაცა კარამელი და Vero. თუ რაღაცა ორნახევარია, და რა ვიცი, რა, თემი გაიგული. ბოლო კაცი ხარა. Вот про звезды и целыми днями кажутся, они должны быть счастливы. ისეთი ბედნიერი ვარ, ისეთი გახარებული ვარ, რომ არ ვიცი. მოკლედ ამბებით მოვადურეთ, რაც მომეღონებ. ძალიან მისიამოვნეთ, ახლა თქვენ გაერთად უნდა მოვამწადოთ. ეს ყავის აპარატი შევიძინეთ კარფურში. მოკლედ არის მარცვლოვან ყავაზე და აი ეს ჩამოვხდი, მაგრამ ამ ყავის გემო არ მომეწონა. სულ გადასარევი აქვს. ანუ არ მომეწონა რა, უფრო ისეთია რა. სუსტი. და მე მერჩევია, რომ მაგარი ყავა მივეთვა, ეს ჩემი ძალიან საყვარელი მეგობარმა გამიგზავნა. და ეხლა ამ ყავას დავაგემოვნებ თქვენთან ერთად. მოკლედ, რაც ესპანეთში ცხოვრობთ, რაც ევროპაში ცხოვრობთ, ძირითადად გვიწევს ნესკაფეს მივიხმევთ ხოლმე ზიანი, ანუ ეს მაცხელებთ მიკრონ და შეთურაფია ქართულად არ ვიცი. გამაცხელებენ ღუმელში და მაგას იმაშვებით რა არცეში ვურევთ და ესე მივირთმევთ და რატომღაც მინდა რომ ჯანსაღი ყავა მივირთვათ აი მარცვლები. ესე იგი ამაში უნდა ჩაყარო როგორც მოყურე ინსტრუქციაში მე დადგებ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ხო გამომაჩინე ამას და მე აქ უნდა დაამაგრო. This ესე აი ესე და ჩავთვით ახლა ჯერ დაველოდოთ რომ შემომეუბნეთ ეს ესე ამეცნა რომ წყალი გაათმოს ხო აი ეს აქედან მხარე გადაიღერო აი აქ აქვს წყალი წყლის შესასხმელი და აქვს კიდევ ესეთი ფუნქცია რომ რძე შეგიძლია გაათმო ანუ რძე შეგიძლია გაათმო, აი ამის საშუალებიდან შედგა რძეს და აცხელებ. მოდი ახლა რძეს აქ არ დავაცხელებ. რადგან რძე უკვე მომზადებული მაქვს, გამთბარი მაქვს, ხო და ეხლა აღარ რომ მანქანა გახურდეს, ასე ვთქვათ, გაცხელდეს თვალის მანქანას და ამუშავდეს რა, გამოფხიზდეს. მანქანასაც უყარს ძილი, გასო ძილავს და იცი, ჩემ თვალი ყავს და იცი. და კაკავით ერთად. ვაიმე რა მეშველებოდა ასეთი გადარეული რომ არ ყოფილიყავი. აბა რა შვილია, ხო გამოფხიზდი გადაცვალე. გაიგույზე შემოძვირფასო. აი ეხლა ჩემ ლაპარაკში აღარ ის ვისინდეს ლაპარაკობთ არის ეხლა მაგლა რომ ის გააკეთა რა ორჯერ ხმა ქონდა ხო გონით კაფული და ანუ ფიქრობ რომ მაგას უკვე აბა დავიწყებ მივფრინავთ
სული დატრიალდა ხო ხდები? ისეთი სურნელი აქვს და თან ისა რა ქვია, პირველ ჯერზე რომ დავაკეთეთ, აი ხა ბოლი აგვისტოს ნახე, პირველ ჯერზე მოვამზადეთ, არ დაველოდე ეგრევე სასწრაფოდ, არითა ჩქარა ყავა მეთქი და ეგრევე გავაცხელი, მოვამზადეთ ჩამოვასხე, აი დაასრულა ჩამოსხმა და არ იყო ცხელი. ანუ როგორც ჩანს არ დავაცადეთ მანქანას რომ გაცხელებული, გაეცხელებინა წყალი. და ახლა უკვე საშუალებაც არის ჩემი ძირფასზე, აი მე ისე მიხარი არის ვერ აღწერ. ისე მეუბნები გამიგება საჩუქარი თუ მე გავუკეთე ჩემ თავს თუ დავაძალი თუ როგორი იყო მოკლედ დეტალებს აღარ ჩავხმარდები. აი დაასრულა ოჩი შვენიერი. ეხლა ამას დავამატებ რძეს. ისე შოკოლადები მოვიმზადე გარშემო. და ერთ-ორ სიტყვას მოყვები. ახლა რაზე? კაკაო ესპანურ შოკოლადებზე. საკმაოდ იაფია სხვადასხვის ახლა. ესენი არის ჩვეულებრივი ძალიან გემრიელი შოკოლადები. მილკას ხო ესაა ცნობილია. ეს სამთი ბრენდი არის საკაური. ისი მინდარის შოკოლადია. ანუ რა მინდა თქვა ახლა ესენი ღირ სადღაც 2 ევროია არ მახსოვს ან ევრო ნახევარი 20 რაღაც ეს თუ ევრო და 70 თქვა. ეხლა ამის ფასი მახსოვს შავი შოკოლადი ეს გუში შეიძლება ანუ შავი შოკოლადი მინდარით მაშინ ვიცი 2 ევრო ნახევარი და არის 200 გრამი. რატომ მოკელი ხა ეს ყველაფერი ხო აქ ამათ ესე იფეთეხილი შეიცავს თუნდაც ამას ქართულად აქვია გუში ხო განსხვავება მუშის კარტლებს ხო და რა ხდება ახლა ჩემს საყვარლებზე ჩვენ აქ გვაქვს კიდევ უკვდავების შოკოლადიც ეს უკვდავები რომკვდავების წყაროსყალი ხო არის და არის კიდევკვდავების შოკოლადი რომელსაც რო გასინჯავ всё ჩათვალე რომ გადარჩენილი ხარ აი ეს გადაიდა ზემოდან ეს არის რაც არის ეს იტოა ახლა ესე პატარა დარჩენილი რომ დეფიციტშია განაცვალე ეს ძალიან პატარა ნაწილაკი უნდა მიიღო რომ გადარჩე დუბაის შოკოლადზე მაგდაუბარი აი მე არ ვიცი მოკლედ ეს ყოფილა რაც ყოფილა აი ეს თივა თუ ბალახია თუ რა თქმა არ ვიცი მაგრამ რაღაცა საოცრებაა და ეს მიდიოდა თარგმანია არ გადავიდე მაგრამ შეშუას მოეწოდეს ხოდაშორის და მოკლედ მე ყავაზე გავაგრძელებ ყავასთან გავაგრძელებ ურთიერთობას ჯობია მაგრამ ეს მისთვის მოინტერესებს თქვენი ძალიან გემრიელია მართლა ეს სხვა იმას აძლევს არომატს ეს არ გამითიშავს ეს მოაბრუნე როგორ უნდა გამოვთქვათ ესე გამოვთავრო მანქანამაც დაისვენოს მანქანასაც ხჭირდება დასვენება ხო და ესე ჩემო ძვირფასებო მოკლედ ეს თემებიც გამეზარდა მაგრამ მე ძალიან მომწონს ეს ფერი ანუ ამ ფერთან რომ მივსულიყავი მე მგონი კარგი ვქენი რომ შევიჭერი თმა და გაიზრდება მე სხვათა შორის მაგას არ ვანიჭებ ძალიან დიდ მნიშვნელობას რომ თან ვიჭორა ცოტა რაღაცა აი ესე ერთად ავართ მე ყავა და შოკოლადები რა მინდოდა საერთოდ ადამიანები ძალიან განიცდიან ვარცხნილობის შეცვლას, თმის ფერის შეცვლას, ან მოკლედ ძალიან მოკლედ თუ შეიჭრიან, ან პირიქით ან გაისწორებენ, ან ნუ მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს, ათასნაირი არსებობს ხო თმის შეცვლის ვარიანტები და ამას ზოგი ძალიან ისე უდგება რა, აი ემოციურად, რომ ვაიმე შევიჭერი და ეხლა რა მეშველება, ანუ
მაგალითად ქერა ვარ და ეხლა ის ფერი მერჩი უნდა და როდის ხა დავიბრუნებ და ასე შემდეგ. Ինչი მიცხოვრო, გამარდის ფერია საერთოდ რა, გადასარევად გამოვიყურებით ორი სხვარი. ის მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან ხშირად მომიწია ხოლმე ცხოვრებაში თმის ფერის შეცვლა. მომიწია რა, მომესურვილა, მომინდა და მაინტერესა როგორი ვიქნებოდი სხვადასხვა ფერში. ხო და ამ ვიდეოს დავურთავ ხა ჩემს ექსპერიმენტებს თუ სალონში ჩატარებულ ექსპერიმენტებს უფრო ძირითადად ჩემით გავრთობილ ვარ ხოლმე ასე ვთქვათ. რაც არ მინანია არასდროს. ეს მინდოდა მეთქვა პირიქით, აი ხალისდები, ახალი ფერებით, ახალი ვარცხნილობით. რავი, საინტერესოა და არ უნდა ასე მომდი, არ უნდა იმას საქნა რა, არ უნდა იფიქრო რომ ვაიმე, ახლა მე რო ეს გავაკეთე რა მეშველება, თმა და გაიზრდება. ხო, რა თქმა უნდა, ახლა სანამ ადამიანი ცოცხალია და ცოცხალი ელემენტია ადამიანი, ხო? მისი თმა აუცილებლად განაგრძობს გაზრდას. მოგინდება შეცვლა, შეცვალე მერე ის ფერი და ასე შემდეგ. პირიქით, აი რამდენჯერაც შემიცვლია ეს ვარცხნილობა თუ იმიჯი, როგორც ესე უწოდებენ. ხო, ტერმინი ესეთი უფრო ესეთი მრავლის მომცველი არის. მომირგია ის იმიჯი, რასაც ქვია, რომ კიდე მოკლე თმით თუ გასწორებული თმით თუ რა ვიცი, მოკლედ მიხალისია ის პერიოდი ჩემი თავით, რომ აი მოდი აბა ესეთი როგორი ვარ, ისეთი როგორი ვარ. თან მივირთმევ, გაცივდა. მინდოდა მეთქვა, რომ აი მე ძალიან გემრიელია, ძალიან, არ ვიცი როგორ გადმოგცეთ ამის სურნელი. მინდოდა ისიც დამემატებინა, რომ ისა რა უნდა მეთქვა. ხო, ეხლა ხანს მომიწია, როდის შევიჭერი მეთმები, ძალიან მოკლედ. ახლა. ვაიმე თქვენ ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ ალბათ იყო რაღაც დეკემბერი. არ მახსენდება ზუსტად. ალბათ არა, შარშან. აი. გამახსენდა, მე მგონი შარშან ეს დრო იყო. ერთი წელი. წარმოიდგინე ახლა რომ ესეთი მოკლე მაქვს. შარშან როგორი მექნებოდა. აი მართლა ბიჭის პიჩოს გამქონდა. რატომღაც მეც ესე მოვინდომე და არც იმან არ დამინდო რა ქვია სალონში ვომუშავე ახალგაზრდამ და ესე გამოვედი ბიჭის ვარცხნილობით. რამაც ცოტა ესეთი რაღაცა მომგვარა, ვაიმე მეთქი ეს ვინ არის, ვინ მიყურებს. მაგრამ არა უშავს, გაიზარდა ნელ-ნელა და სხვადასხვა იმ პერიოდში სხვა ის მოვძებნე რა, კომფორტი, რომ აი მოკლე იყო თმა, არ ჭირდებოდა ბევრი მოვლა და ესე მარტივად თან ეხა რაც ევროპაში ვიმყოფები, სულ სხვა საქმიანობით ვარ დაკავებული, ძირითადად მიწევს ბევრი მოძრაობა, ბევრი შრომა, ფიზიკური აქტივობა, ასე შემდეგ და შესაბამისად იმის დრო არ გრჩება ადამიანს, რომ ესე გაიბრანჭო და რაღაცეები, ნუ მოკლედ. და ეს ბიჭური სტილი გადასარევად მოვირგე, მინდა გითხრათ. ერთი პერიოდი ესეთი კასინგებიც მქონდა თავზე. ხო და მოკლედ საკმაოდ განსხვავებულად ვიგრძენი თავი, მაგრამ პოზიტიურად და ძალიანაც საინტერესოდ. მოდი ესე ვიტყოდი რა, რაღაცა უნდა გამოცადო ადამიანმა, სულ ერთი და იგივე მოსაფეზრებელია ყველაფერი. აი თუნდაც ქვეყანაც ახლა ისიც გადმოვსახლით, აქ რო გვაინტერესებდა, აქ როგორი ცხოვრებაა, ხო? რომ რაღაცა უფრო საინტერესო გახდეს ჩვენი ყოფა. ასე შემოკარგებო. ეხლა რას ვაპირებ დღეს? რას ვაპირებ და ჩვენი მზედამთვარე ხინკალი უნდა მოვახვიოთ. ხო და
აუცილებლად დავურთავ მაგის ფოტოებსაც. ცომი მომზადებული მაქვს. ეხლა ფარშიც გავაზავეთ, ასე ვთქვათ და ნახოთ რა გამოვა. ერთია რომ ისინი რა ქვია სპეციები მაკლია ძირითადი რითაც ვანელებთ ხინკლის ფარშს, ხინკლის გულს, ძირა არ აქვს. ხოლო სუნელები მქონდა, მარილი, ციცაკა და ვნახოთ აბა რა გამოვა. მოკლედ ახლა მაგის ვიდეოებსაც დავიწყებ და მომზადებასაც დავიწყებ, იმიტომ რომ ჩემს ოჯახში როგორც იცით, მამაკაცთა პერსონალი ჭარბობს და კაცებს შიმშილი არ უყვართ და მით უმეტეს ყავით დღეს ვერაფრით ვერ გადააგორებენ, როგორც ჩვენ ვიცით ხოლმე თქმა. ასე რომ აბა შევუდექით ახლა საქმეს. აბა დროებით ჩემო ძვირფასებო, დროებით, იმიტომ რომ დავურთავ ახლა მაგის ფოტოებსაც და ვიდეოებსაც, როგორი საქმიანი გოგო ვარ. პრინციპში მარტო არ ვაკიპირებ მაგის მომზადებას და ნახოთ. აბა მადლობა ჩვენ გაგვიმარჯოს და ყავიან და ბედნიერ დილას გაუმარჯოს ყველასათვის ბედნიერი და სიხარულის დღე გათენებული იყოს მუდამ აი ესე და ლამაზად. ავიჩორჩხელე ჩემი ძივები მაშ დარინდა. აბა დროებით ჩვენ ვერ დავალაგე კაცო. მოვედი ახლა მზისფერი ხინკლებით. მზისფერიც რა არ არის კაცო. მზისა და მთვარის სად არის? აიციან ესპანელებმა არიციან ხინკლის დინგო და ჯობია არ გავასინჯოთ. ხოლო მე რა ვიცი მე რა მოხდება, ვაი მე აღარ არის. მოკლედ ისეთ ხინკალი გამოკეთებინა ჩვენ მოვგვირფასესი. სულ ვისმოდა ვარსკვლავ ბიჭუნა სახელის და შეიძლება შეიძლება აქტიურად. ხოლო ეს ცოტა შეგრილი სახა და დავაკეთე. ნახე როგორ მიყურებენ. აი მესალმებია. როგორ ახარო. მოიცა იყოს არა უშავთან შუა ქალაქი გოხოლმე ჩართული ძირითადად ჩვენს ოჯახში ეგ არის ჩვენი გამრთობი. ხო და რა უნდა მეთქვა, აი ძალიან მნიშვნელოვანი. მოიცა ერთი წუთი ტყუის ვამბობ. აი ხინკალს თუ არ უმღერე, არ გამოვა კარგი. აი წეღან უმღეროდი შატილი სასულოს და გამოყიდნენ კარგად. აი არც დასყდა არაფერი, ხა ფორმებზე ძირითადად გადავირევით, მაგრამ აი ესეთი მშვენიერი და გადასარევი კენჭირით ხინკლებით გამოვიდა. აბა, უნდა უმღერო. კი არ უნდა იმას საქმე არ აქვს, ნაზად უნდა უმღერო. ნაზად, ფანდურზე. ესე იგი ხალხო. არა მაქვს ხინკლის სპეციები, ეს ზირა და მთელი აბები, მაგრამ საოცრად გემრიელი გამოვიდა, აი სასწაული. წვენიც აქვს. ხინკალი კი არა მზე არის, მზეი. მე მაპატიეთ. აი თეთევაინც მიირთმევს. არ დაგეზაროთ მოამზადეთ ხინკალი. ღირს. იმღერეთ ოღონდ. ციგდეთ იმღერეთ. უყვარს სიმღერა. კი.